მობრძანებისთვის აგრძელებს ჩვენი სამშაბათის შეხვედრებს უმაღლესი განათლების საკითხებზე. რაც შეეხება დაანონსებულ რეფორმას, მაგრამ არა მხოლოდ ზოგადად უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ საჭიროებო საკითხებზე. დღეს გვინდა ვისაუბროთ ერთ იმ ასპექტზე, რომელიც წარმოჩენილია ამ შემოთავაზებულ რეფორმაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია, დედაქალაქიდან სტუდენტების გადაყვანა, ასე ვთქვათ, და უნივერსიტეტების ბედი ამასთან დაკავშირებით. ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა საკითხი, ესეც ჯერჯერობით ბუნდოვანი, ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა ამ თემასთან დაკავშირებითაც, მაგრამ არის რაღაცები, რაც ვიცით. ჯერთი რა მოცემულობა გვაქვს ახლა, არის ის, რომ ის სიმართლეა ნამდვილად, რომ 80%-ზე მეტი საქართველოში სტუდენტების არიან თბილისში და დანარჩენები რეგიონებში. და ვიცით ასევე კონცეფციაში რა არის ამასთან დაკავშირებით მოცემული. არის ის, რომ პრიორიტეტად მიიჩნევა გეოგრაფიული დეკონცენტრაცია, რაც გულისხმობს, როგორც ჩვენ ესე ვკითხულობთ, გულისხმობს ქუთაისში ცენტრის შექმნას, ან განვითარებას და მეორე ცენტრი უნდა იყოს თბილისში, სადაც ხდება მრავალპროფილური სწავლება. ოღონდ თბილისიდანაც ესე კონცეფციიდან როგორც ვიცით და შემდეგ ასევე საჯარო გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, თბილისიდან უნდა მოხდეს საუნივერსიტეტო სწავლება უნდა გავიდეს თბილისსა და რუსთავს შორის სადღაც. ინფრასტრუქტურის გასხვისება მოხდება სავარაუდოდ და აშენდება ახალი კამპუსი, ეს არის გეგმა და მოხდება ქუთაისში მრავალპროფილური უნივერსიტეტების განვითარება და დანარჩენი რეგიონული უნივერსიტეტები დასახელებული იყო კონცეფციაში 5 ქალაქი, სადაც ამჟამად არსებობს საჯარო უნივერსიტეტები ბათუმის, ახალციხეში, ზუგდიდში, გორში და თელავში. ეს უნივერსიტეტები საჯაროდ გამოცხადებული გეგმის თანახმად უნდა გახდეს პროფილური და განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს მათში სოფლის მეურნეობის და პედაგოგიურ მიმართულებებს. თუმცა ბევრი დეტალი არ ვიცი. ეხლა ამასთან დაკავშირებით, ესე იგი გვინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ პირველი რეალურად რამდენად არის მიზანშეწონილი ასეთი ტიპის ზოგადად მიზანშეწონილი ესე ცენტრალიზებულად გეოგრაფიული დეკონცენტრაციის დაგეგმვა. მეორე რეალურად რამდენად გეოგრაფიულ დეკონცენტრაციას შეუწყობს ხელს და ასევე რეგიონებს განვითარების ნაცვლად პირიქით თომარ შეუწყობს ხელს რეგიონების ჩამორჩენას უფრო და რეგიონებიდან პირიქით ახალგაზრდებისგან რეგიონების დაცვას. გამომდინარე იქედან, რომ აი ამ რეგიონულ უნივერსიტეტებში უნდა გახდეს სწავლება პროფილური. ჯერჯერობით ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა რაღაცა ინფორმაციები გვაქვს იქედან გამომდინარე, რომ ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრები ზუსტად რეგიონულ უნივერსიტეტებთან და მინდა ამ საკითხებზე ვთხოვო სასაუბროდ მანანა რატიანს, ჩვენს კოლეგას, პროფესორს, განათლების სპეციალისტს და დავიწყოთ საუბარი ზოგადად იმაზე, რამდენად მიზანშეწონილია საერთოდ აი ასეთი ტიპის მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მადლობა ლელა, ნამდვილად ბევრი არაფერი არ ვიცით, ალბათ მეც რამდენჯერმე მომიწევს ამ ფრაზის გამეორება, რაც შესავალ ნაწილში თქვით და სწორედ თავარი პრობლემა ალბათ ეს არის, რომ საუნივერსიტეტო საზოგადოებამ
და ყველამ ვინც დაინტერესებულია განათლების თემებით ამ კონცეფციის წაკითხვის შემდეგ ბევრი ვერაფერი ვერ გაიგო და იყო ნამდვილად მithმა თუ რას უნდა ნიშნავდეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი მოდელი, რომელიც წარმოდგენილი არის როგორც აი ესეთი მთავარი ხაზი ამ კონცეფციის. და ამის ახსნად იყო სწორედ ის ნათქვამი, რომ დეკონცენტრაცია არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჭარბად არის უნივერსიტეტები და სტუდენტები თბილისში და შესაბამისად ეს დეკონცენტრაცია დაეხმარება თითქოს და თანაბარ განვითარებას ქვეყნისას. მოდით ვნახოთ რაც ვიცით და რაც დანამდვილებით მოყვება ამ პროცესებს, ვილაპარაკოთ სწორედ იმაზე, რაც გამოიწვევს აი ამ ტიპის გადაჯგუფება. პირველი ალბათ უნდა ითქვას, რომ ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი გულისხმობს იმას, რომ თბილისში, სადაც არის სახელმწიფო სასწავლებლების ყველაზე მეტი რაოდენობა, ეს სახელმწიფო სასწავლებლები ვეღარ შეძლებენ ყველა მიმართულებით მიღება სტუდენტებისას და ეს ნიშნავს, რომ ეს მულტიფუნქციური მათი დანიშნულება აბსოლუტურად შეიცვლება. და რაც თქვენ ახსენეთ ასევე, რომ შეხვედრები გაიმართა, ამ შეხვედრების შედეგად უნივერსიტეტებს არ წამოუღიათ კონკრეტული პასუხი, თუ რა ელოდება, როგორი იქნება მათი ბედი ამ უახლოეს პერიოდში. შესაბამისად, ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ 4 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელიდან, რომელიც თბილისში არის განთავსებული, იქნება თითო ფაკულტეტი და დანარჩენი ვიცით, რომ იქნება ქუთაისში ასევე ყველა ფაკულტეტი და ვიცით, რომ რეგიონულ უნივერსიტეტებს დარჩებათ მხოლოდ ის სოფლის მეურნეობის მიმართულება და ასევე პედაგოგიური მიმართულება, ეს რაც ვიცით და რაც ითქვა კონცეფციაში იყო ასევე ჩაწერილი. ალბათ ცალსახად რაც შეგვიძლია ვთქვათ, რეგიონულ ცენტრებში, სადაც უნივერსიტეტებია განთავსებული, ეს არის თელავი, ეს არის ახალციხე და ახალქალაქი, ასევე გვაქვს გორი, ზუგდიდი, ბათუმი, სოხუმი. ამ უნივერსიტეტებს ჰქონდათ აი ეს მრავალპროფილური ვთქვათ თავიანთი დატვირთვა და სხვადასხვა ფაკულტეტები ჰქონდათ და როდესაც მათ დარჩებათ მხოლოდ 2 ფაკულტეტი, შესაძლებელია რაღაც განსაკუთრებული ნებართვები აიღონ რაღაც განსხვავებულ ფაკულტეტებსაც ასევე, მაგრამ დანარჩენი პროფესურა, ვინც კი არის აი ამ მცირე ქალაქებში, ასევე სტუდენტები, რომლებიც ამ უნივერსიტეტის გარშემო ახლოს იყვნენ და ტერიტორიულად მათ აწყობდათ აქ ჩაებარებინათ, იმიტომ რომ ბევრად უფრო ბიუჯეტური იქნებოდა მათი ოჯახებისათვის. და ამით ახერხებდნენ ეს ქალაქები სწორედ რომ გამორჩეულები ყოფილიყვნენ თავიანთი ასაკობრივი სტრუქტურით. ანუ ეს ქალაქები იყვნენ ახალგაზრდა ქალაქები, სწორედ იმიტომ რომ იქ იყო უნივერსიტეტები. და ახლა თუ კი შემცირდება 2 ფაკულტეტზე, ნიშნავს, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ გეგმავდნენ სწავლას, ან თავისი ინტერესის მიუხედავად უნდა ირჩიონ ის ფაკულტეტები, რომლებიც მათ ინტერესში არ შედის, და იმიტომ რომ დარჩნენ ტერიტორიულად სახლთან უფრო ახლო, ან ისინიც უნდა ჩაებან მიგრაციულ პროცესებში. და რა ხდება მიგრაციულ პროცესზე, როდესაც ვლაპარაკობთ? ეს არის პირველ რიგში ქვეყნის აი ეს ასაკობრივი ჯგუფი ტოვებს, რომელიც არის პოტენციურად ოჯახები უნდა შექმნან და დემოგრაფიული პრობლემაც სწორედ უფრო გამწვავდება, რაც საქართველოსთვის დღევანდელ დღეს ნამდვილად ნიშანდობლივი არის და პრობლემას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცით, რომ მცირე ქალაქების ბედი ნამდვილად არ იქნება კარგი, და გამომდინარე, რომ დაგვრჩება მხოლოდ 2 ფაკულტეტი და 2 ფაკულტეტის მიმართულებით ვინც დაინტერესებული იქნება ის ახალგაზრდები, დანარჩენები ან ვეღარ სწავლენ უნივერსიტეტში სასწავლებლად, იმიტომ რომ ბევრად უფრო გაუძლიერდებათ სწავლა, ან ისინი დატოვებენ ადგილს და ამასაკში, როდესაც ტოვებენ ახალგაზრდები თავის საცხოვრებელს, დიდი ალბათობით უკანაც არ ბრუნდებიან ხოლმე. ანუ ეს ხედავთ, რომ დეკონცენტრაციას კი არ უწყობს ხელს, ცალსახად იმის საპირისპიროდ მუშაობს, ვიდრე კონცეფციაში არის გაცხადებული. და შესაბამისად ადგილები კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება და კიდევ უფრო დიდი მიგრაციული ნაკადები იქნება იმ 2 ცენტრისაკენ, რომელთაც აი ეს მულტიფუნქციური დანიშნულება ექნებათ. ეს არის ქუთაისი და ეს არის თბილისი. ეხლა რაც შეეხება თბილისს, მოდით ვთქვათ ზუსტად, რომ არ ვიცით რომელ სასწავლებელს
რომელი ფაკულტეტი დარჩება. მაგრამ ვიცით, რომ ყველა ეს ფაკულტეტი უნდა გადავიდეს თბილისიდან უშორებით თავის გზისკენ. კონკრეტულად არც ეს ლოკაცია არ ვიცი და არც პროექტი არ ვინახავს თავისთავად ცხადია. რას გამოიწვევს ეს თბილისში? ძალიან ბევრი ადამიანი ვიცით, რომ რუსთავიდან თბილისში მოდის სამუშაოდ, იმიტომ რომ იქ ადგილზე სამუშაო ადგილები არ არის. ასევე ვიცით, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დიდი რაოდენობა მუშაობს, იმიტომ რომ ისინი ეხიდებიან თავიანთ ოჯახებს, რომ შეძლონ სწავლასთან, სწავლა შეძლონ და ამავდროულად თანამშრომლობენ და ოჯახებს შეღავათი აქვთ გარკვეულად ამით. შესაბამისად, თუ კი რუსთავში ადგილობრივები ვერ მოულობენ სამუშაოს და მათ უწევთ თბილისში სიარული, თავისთავად ცხადია, რომ სტუდენტებისათვის სამუშაო არ იქნება ადგილზე და შესაბამისად ეს უკვე გარკვეულწილად მათთვის პრობლემას წარმოადგენს. მეორე, ასევე ჩვენ ვხედავთ სატრანსპორტო სერიოზული პრობლემები არის ქალაქის გარშე და რომ წარმოვიდგინოთ მიახლოებით 100,000-მდე სტუდენტზე და ლექტორზე იქნება ლაპარაკი, რომელთაც მოუწევთ თბილისსა და რუსთავს შორის მოძრაობა ყოველ კვირა სამუშაო დღეებში. თუ კი ვინმე ვთქვა, ყოველდღიურად დადიხართ ამ გზაზე, იცით როგორი საცობები არის და შესაბამისად რა ტიპის პრობლემებთან გვექნება კიდევ დამატებით საქმეში. და ამ ყველაფერზე, როდესაც ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა, რომელიც არის დღევანდელ დღეს უნივერსიტეტებს გააჩნიათ. ეს არის ძირითად ცენტრალურ უბნებში, ვაკესა და საბურთალოზე უნივერსიტეტის კორპუსები. და ამასთან დაკავშირებითაც ითქვა, რომ ამათ ექნებათ რაღაც თბილისის ახალ სუნთქვა ექნება, განვითარების ახალი პერსპექტივები და სამშენებლო ბიზნესი აქ შემოვა და შესაბამისად შეიცვლება აბსოლუტურად თბილისის ცენტრალური უბნების დანიშნულება და ფუნქცია. ყველაფერ ამას, რასაც უნდა ემსახურებოდეს ზოგადად განათლების რეფორმა, ეს არის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ ამ ყველაფერში, ამ პუნქტებში ვერსად ვერ ვხედავთ, ეს როგორ შეცვლის და გაუმჯობესებს განათლების ხარისხს, როგორ ვთქვათ, გაზრდის ლექტორების თუნდაც იმის შესაძლებლობას, რომ მეტი ერთმანეთს დაუკავშირდნენ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულები იყვნენ და არ იყვნენ მოწყვეტილები, იზოლაცია არ მოხდეს მათი. მოკლედ, არაფერი არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რაც განათლების ხარისხზე ასახვას პოვებს. და შესაბამისად, ჩვენ ზუსტად ეს ეჭვები გვიჩნდება, რომ ეს რეფორმა არ არის დაგეგმილი სისტემის გაუმჯობესებისათვის, ეს რეფორმა არანაირად არ ემსახურება მომავალი თაობის უკეთეს განათლების მიღების შესაძლებლობას და თუ კი ავიღებთ სტუდენტებს ეს უკეთესად ვერ აისახება, დავასახელეთ უკვე მიზეზები და უბრალოდ მოკლედ შევაჯამებ, რადგან მათ მოუწევთ საკმაოდ დიდ ადგილზე გადანაცვლება. მეორე ასევე ვერ აისახება კარგად იმდენად, რამდენადაც ისინი პარალელურად მუშაობდნენ და ამასაც შეეშლება ხელი და რა თქმა უნდა ლექტორებისთვისაც ეს იქნება პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ ერთი ფაკულტეტის პირობებში ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი კოლეგა რისკის ქვეშ დადგება, მათ შესაძლებელია სამსახური იყოდეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება განაწილება სტუდენტების, არაფერი არ თქვილა. დღემდე თავდაპირველად ვიცოდით, რომ არსებითად შემცირდებოდა და ეს კონკურენციას გაზრდიდა სტუდენტებს შორის გაცხარის გაუმჯობესებდა სწავლებისას, რისი ლოგიკის დაჭერაც ალბათ ძალიან ძნელი არის დამეთანხმებით. შემდეგ ითქვა, რომ არსებითად არ შემცირდება და შემდეგ ითქვა, რომ არსებითად გაიზრდება სტუდენტთა რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისმენთ აი ამ განსხვავებულ მოწოდებულ გზავნილებს, რომელთაც ჯერჯერობით ასახვა არ აქვს არანაირად სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც ჩვენ ნახეთ, იმიტომ რომ იქ ცალსახად არ ჩანს, თუ როგორ უნდა გაიზარდოს სტუდენტების რაოდენობა, იმიტომ რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი შემცირებული არის. და ასევე ჩვენ თუ ავიღებთ ვთქვათ იმ რაოდენობებს, რამდენად მოხდება შრომის ბაზრის მიხედვით დათვლილი სტუდენტების კვოტების შევსება და რამდენად ეს იქნება შესაბამისობაში ახალგაზრდების ინტერესთან. არც ეს არ ვიცით. და უმაღლესი განათლება, რომ მხოლოდ და მხოლოდ შრომის ბაზარზე არ იყოს, ამაში საერთაშორისო საზოგადოება ჩვენს ადგილზე და ჩვენი ახალგაზრდებით ვთანხმდებით, ხო? შესაძლებელია სახელმწიფო მიიღოს რაღაცა ტიპის გადაწყვეტილება და თქვას, რომ მომავალში ამ პროფესიის ადამიანები დამჭირდება,
მაგრამ ამას არ აღწერს სახელმწიფო რაღაც აკრძალვით სხვა დანარჩენის აკრძალვით, იმიტომ რომ ამ ნაკადზე გაუშვა სტუდენტები, ხო? აქ უნდა მოხდეს განსხვავებული შეთავაზებები, აქ უნდა მოხდეს წახალისება და შესაბამისად ეს წახალისება სწორედ ეხმარება იმას, რომ შესაძლებელია ვინც ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა და არ აქვს გამოკვეთილი ინტერესი, მათ სწორედ გადაწყვიტონ სახელმწიფოს მიერ დადგენილ და ხელშეწყობილ მიმართულებებზე ჩაბარება. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ამ განათლების რეფორმას უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ამაზე შესაძლებელია წერის დროს უფიქრიათ განათლების თესტეულებს, ვინც ეს დოკუმენტი დაწერა და ასევე პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არცაიდან არ ვისმენთ პასუხებს ამ კითხვებზე. საზოგადოებას უფრო მეტი კითხვა აქვს, ვიდრე პასუხის ამბოკითხვა შეიძლება ამ სამნახევარგვერდიან დოკუმენტში და ასევე ვისმენთ რომ თურმე ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკებთ მხოლოდ. თუმცა, როდესაც ვთქვათ იგივე ვიძახით, რომ ჩვენ სიამოვნებით დაველაპარაკებით და მოვისმენთ სხვათა არგუმენტებს, თუ რა იდგა იმის უკან, როდესაც ეს დოკუმენტი იწერებოდა, ჩვენთან არანაირად კონტაქტზე არავინ არ გამოდის და ეს შეხვედრები ტარდება მხოლოდ რაღაც აუდიტორიებში, სადაც თითეული წევრი ამ აუდიტორიისა არის სპეციალურად შერჩეული, რომელიც კრიტიკულ კითხვას არ დასვამს. რომელიც თავის მოსაზრებას გვაქვს, რა თქმა უნდა, ესეც პრობლემა არის და ასევე ჩვენ ვიტყვით, რომ ითქვა, რომ როდესაც კონცეფცია გამოქვეყნდა, ითქვა, რომ თითქოს და ახლა დავიწყებთ ჩვენ განხილვებს და ყველა აუდიტორიას შევხვდებით. ამის შემდეგ ჩვენ ნახეთ მხოლოდ ორი შეხვედრა რექტორთა საბჭოსთან და ასევე რამდენიმე შეხვედრა იყო ზოგად განათლებასთან მასწავლებლებთან, ხო? და სხვა შეხვედრები ჩვენ არ გვინახავს, სადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა, რომ ეს ადამიანები, რომელთაც მართლაც გვაქვს არაერთი შეკითხვა, მოვისმინოთ ამ შეკითხვებზე პასუხი იქნებდა, ისეთი რამ არის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ ამ კონცეფციაში ძალიან დადებითი ჩადებული, ხო? ვიდრე რა თქმა უნდა ამ კითხვაზე პასუხს არ მოვისმენთ, ჩვენ აბსოლუტურად კრიტიკულად გვაქვს უფლება რომ დავსვათ კრიტიკული შეკითხვები და მათ აქვს ვალდებულება რომ მოიპასუხონ ამ კითხვებზე. დიდი მადლობა მანანა, მეც გამოვეხმაურები ამას, რომ აი ერთ-ერთი სულ ამას ხშირად ვიმეორებთ ხოლმე ამ შეხვედრებზე და სხვაგან, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ალბათ რა სისწრაფით და დაიგეგმა ეს ყველაფერი და როგორ დაუგეგმავად ტარდება რეალურად. აი ხა რეგიონების ჭრილში რომ შევხედოთ, წარმოიდგინეთ, რომ ხართ აბიტურიენტი, ჯერ თბილისში ცხოვრთულია, როცა არ იცი რომ უნივერსიტეტში რა პროგრამაა და როცა აი თებერვალში უკვე უნდა აირჩიო პროგრამა, მაგრამ ამაზე კიდევ უარესია, წარმოიდგინეთ, მაგალითად ხართ თელავში და აპირებდით სიტყვაზე თელავში ჩაბარებას იურიდიულ ფაკულტეტზე. მაგრამ არ იცით თელავში ან ზუგდიდში იქნება თუ არა, სავარაუდოდ აღარ იქნება და ანუ თებერვალში უნდა შეარჩიო, სად უნდა ჩააბარო და ისიც კი არ იცი, რომელ ქალაქში შეიძლება მოგიწვიოს ცხოვრება. ანუ ასეთი გაურკვევლობა, სულ რომ მართლა ძალიან კარგი რეფორმა იყოს და მიზნები რომ იყოს, ჯერ ერთი მიზნები არ ჩანს ასეთ კონკრეტულად ამიზანია, მაგრამ ასე სწრაფად ამისი გაკეთება, როცა აი აგერ ნოემბერში გეუბნები და თებერვალში უკვე უნდა შეარჩიო და ჯერ არ არის არაფერი გარკვეული, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, როგორც ალბათ განსაკუთრებით მე მგონია ამ შემთხვევაში აბიტურიენტების მშობლები კი არ თვითონ აბიტურიენტები იქნებიან ძალიან ცუდ დღეში და განსაკუთრებით რეგიონებში. ეხლა ერთი რაღაც მინდა კითხო, აი როცა ამბობენ, თქვათ, აი გეოგრაფიული დაკონცენტრაცია საჭიროა, თქვათ, გადავიყვანოთ თბილისიდან სხვა ცენტრი განვავითარო და თქვათ ასეთ ცენტრად წარმოუდგენიათ ქუთაისი. და ქუთაისში გვაქვს უკვე ძალიან კარგი მაგალითი, რომ იყო მცდელობა ქუთაისში საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარების, იმიტომ რომ იქ შეიქმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელშიც ახლა დღევანდელი მონაცემებით სწავლობს 1500 სტუდენტი
და რომელშიც ფაკულტეტებზე არ ივსება ადგილები, გვაქვს ამისი მონაცემები გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, რაღაცა ნახევარზე მეტი ადგილები შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან მშვენიერი ინფრასტრუქტურა. და აი რამდენად შეიძლება ინფრასტრუქტურის განვითარებით მხოლოდ მათ მოტივაცია შეექმნათ სტუდენტებს, ან რამ შეიძლება სტუდენტებს შეექმნათ მოტივაცია, რომ მაგალითად ქუთაისში გადავიდნენ და არა თბილისში. სავარაუდოდ აი ეს ჩვენ თუ განვიხილავთ აი ამ ჭრილში, რაც უკვე ახსენეთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს მართლა ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა, არ აჩვენა, რომ სტუდენტები მხოლოდ უნივერსიტეტის კედლებით, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურით ინტერესდებიან. მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის არჩევისას სხვა ფაქტორები და ამ ფაქტორებს შორის არის ზუსტად ალბათ ის ტრადიციების წინარე გამოცდილება, თავიანთი მეგობრების, თანატოლების გამოცდილება და ქუთაისის უნივერსიტეტთან დაკავშირებით ასეთი მეხსიერებაში არაფერი არ არის, შესაბამისად არჩევანს ნამდვილად არ აკეთებენ. და ჩვენ თუ ავიღებთ იმას, რაც ასევე გაცხადდა, ეს იყო, რომ თბილისში სტუდენტების რაოდენობა ამ დეკონცენტრაციის პირობებში უნდა შემცირდეს, ხოლო ქუთაისში 4-ჯერ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, დიდი ალბათობით თუ სხვა გამოსავალი არ ექნება სტუდენტ, შეიძლება მას მოუწიოს ფაკულტეტის არჩევა და წასვლა ქუთაისში, ის მას არ გეგმავდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრ შესაძლებლობაზე უწევს სტუდენტს უარის. პირველი ის, რომ ეს მისი არჩევანის წინააღმდეგ არის, განათლების ხელმისაწვდომობა მთლიანობაში როგორიც იყო აქამდე წარმოდგენილი საქართველოში ირღვევა და მეორე ალბათ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მოდელით ჩვენ გადავდივართ ასევე სამწლიან სწავლებაზე. რაც ერთის სწრაფ შესაძლებელია ახალგაზრდებისთვის იყოს ძალიან თითქოს და მომგებიანი, იმდენად რამდენადაც ახალგაზრდებს თქვათ ურჩევნიათ რომ დაამთავროს სწავლა, მით უმეტეს ვიცით, რომ ბევრ ქვეყანაში სამწლიანი მოდელი წარმატებით მუშაობს, მაგრამ რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას ამან საქართველოში. ერთი მშობლებს რა თქმა უნდა თანხა დაეზოგებათ და სამწლიანი განათლების მიცემა შვილისათვის პირაობა და შესაბამისად ეს დანახარჯები ბევრად უფრო შეიძლება მათთვის მომგებიანი იყოს 4 წლიანთან შედარებით, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტუდენტებს ეზღუდებათ ამ დროს რამდენიმე სხვა უფლება. პირველი ეს არის მობილობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელ დღეს სტუდენტს შეუძლია, როდესაც მან ჩააბარა უნივერსიტეტში, ამის შემდეგ კიდევ მოიფიქროს, რომ სხვა არის მისი ინტერესი და შესაბამისად შეიცვალოს ფაკულტეტი ან შეიცვალოს უნივერსიტეტი. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს უკვე ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, რა თქმა უნდა, ეს მობილობა თავისთავად ცხადი არის, უხდება და ეს ნიშნავს, რომ მით უმეტეს, როდესაც სასკოლო ასაკი მცირდება და 10 წლიან ზოგად განათლებაზე გადავდივართ და მე-11 წელი რეპეტიტორიუმზე, შესაბამისად 17 წლის ასაკში სტუდენტმა თუკი არასწორი არჩევანი გააკეთა და ეს მის ცხოვრების ინტერესს თურმე არ უკავშირდება, შემდეგ აღმოაჩენს უნივერსიტეტის შენობაში, მას გაუჭირდება გადასვლა იმ ფაკულტეტზე, რომელიც მას აინტერესებს, რაც თავისთავად პრობლემური არის და მეორე არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ისეთი ცხოვრებით, რომ ცხოვრების მანძილზე არაერთგზის გვიწევს პროფესიის შეცვლა ან სამუშაო ადგილის შეცვლა, ხო? ამას როგორ პასუხობდა დღევანდელი მოდელი უნივერსიტეტის მაგალითად? სტუდენტს საშუალება ჰქონდა 4 წლიანი ბაკალავრიატის ფარგლებში ასევე აერჩია minor პროგრამა, ეგრეთ წოდებული, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი ორი პროფესიით გამოდიოდა და შესაბამისად მას სამუშაო ბაზარზე უფრო მეტი შანსი ჰქონდა დასაქმების. დღევანდელ დღეს ფაქტობრივად აი ამ დომინანტ სამწლიან მოდელზე გადასვლა მას ამ შანსსაც უყარგავს და შესაბამისად შეიძლება მან ისწავლოს ის, რაც მას არ აინტერესებდა, იმიტომ რომ შეზღუდვა არის არჩევანის ხელმისაწვდომობაში და მეორე ასევე მას არ ექნება რაღაც თავდაცვის რაღაც მეორე პროფესია, რომელსაც შეიძლება რამე იყოს გააგრძელოს მუშაობა. ასე რომ სტუდენტები უკეთილ დღეში არ არიან და მათი განათლების მიღების უფლებები ამით რა თქმა უნდა იზღუდება და მე მგონია რომ ეს კიდევ პრობლემას წარმოქმნის. და რაც შეეხება რითიც დავიწყეთ, წავა თუ არა ქუთაისში 4-ჯერ სტუდენტი, ჩვენ რითიც შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ, მხოლოდ არსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების რაოდენობით.
ეს რაოდენობა რა თქმა უნდა არ გვაძლევს იმის პირიქის საშუალებას, რომ 4-ჯერ მეტი სტუდენტი დიდი სიამოვნებით ჩაალაგებს თავის ჩანთას და გადასახდება კურსში. ან ზუსტად ის რაც წეღანა ხსენე რომ შეიძლება იძულებით მოუწიოთ და ამასთან დაკავშირებით არ ვიცი საინტერესო იქნება სამწუხაროდ ხა არ არიან აბიტურიენტები წარმოდგენილი მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება გავიგოთ რას ფიქრობენ მაგალითად აბიტურიენტები იმის შესახებ რომ აი მაგალითად თუ დადგნენ იმ არჩევანის წინაშე რომ აქ ძალიან შეზღუდული იქნება თბილისში ანუ როგორც გამოცხადა, სულ 100,000 სტუდენტი უნდა იყოს ჯამში და მათი 60% უნდა იყოს მხოლოდ თბილისშიო. ანუ თბილისში უნდა იყოს 66,000 სტუდენტი, ეხლა არის რაღაც 150,000-ზე მეტი, ანუ რაღაც უნდა განახევრდეს, კიდევ უფრო უნდა შემცირდეს. ახალი მიღებები უნდა განახევრდეს, მინიმუმ უნდა განახევრდეს ახალი სტუდენტების მიღებები თბილისში და საინტერესოა, არ ვიცი, ისევ სვამ შეკითხვას, რას აი უმეტესობა იმ აბიტურიენტების, ვინც აპირებს, რომ ჩააბაროს, მაგალითად, თბილისში როგორი დამოკიდებულება ექნებათ იმის მიმართ, რომ თქვათ, იძულების წესით მოუწევთ ქუთაისში ჩაბარება. არ ვიცი, არის თუ არა შანსი, რომ ეს რაღაცნაირად კარგად დასრულდეს, ესეთი ტიპის მიდგომა. თუნდაც ის რომ მაგალითად ზუგდიდის უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებს იურიდიულ. ეხლა ისიც მინდა ვახსენო, რომ ის ძალიან ისეთი მარტივი ანალიზი რო გავაკეთეთ რეგიონების უნივერსიტეტებში რა ფაკულტეტები არის ყველაზე პოპულარული და სად რჩება შეუცებელი ადგილები, ზუსტად აი სოფლის მეურნეობები სადაც აქვს, ყველგან არ აქვს, მაგრამ სადაც აქვს ყველაზე ნაკლებად პოპულარულია ნაკლები ადამიანი ირჩევს და ყველაზე მეტი შეუცებელი ადგილი რჩება იქ. ასევე განათლების მიმართულებები ცოტა უკეთესად არის, მაგრამ იქაც ბევრი შეუცებელი ადგილები რჩება. აი რეგიონულ უნივერსიტეტებში ყველაზე პოპულარული არის უფრო ისეთი მიმართულებები, რაც ვიცით, რომ სავარაუდოდ არ დარჩებათ ამ უნივერსიტეტს, მაგალითად როგორც არის ბიზნესი ან მენეჯმენტის სამართალი და ასე შემდეგ და ამათაც სავარაუდოდ, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც მაგალითად ზუგდიდში მენეჯმენტზე უნდა ჩაებარებინათ, იძულების წესით მოუწევთ სხვაგან ჩაწერა. ან ეს შეკითხვა ეხა იმაში მდგომარეობს, რომ პირველი როგორი იქნება ამ ადამიანების რეაქცია, ვინც გეგმავდა ამ ფაკულტეტებზე და თბილისში ჩაბარებას და მეორე არის თუ არა სცენარი, რომლის მიხედვით შეიძლება ეს კარგად დამთავრდეს, რომ აი თქვა კი ბატონო, ეხლა მტკივნეული იქნება 1 წელი, 2 წელი, მაგრამ არ ვიცი, 5 წელიწადში ქუთაისი აყვავდება. არ ვიცი. ესეთი რაღაცა წარმოგიდგენთ. ხო, ძალიან რთული არის, ესეთი ფანტაზიაც არ მაქვს, რომ ასეთი რამ წარმოვიდგინო ნელა. ალბათ უნდა ითქვას, რომ კარგი იქნებოდა, რომ ამაზე ახლა კი არ ვსვამდეთ კითხვას, არამედ წინსწრებით ჩატარებული იყო არაერთი კვლევა და ეს კვლევები ყოფილიყო მომავალ სტუდენტებთან, მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან, მათ მშობლებთან, არსებულ სტუდენტებთან, თქვათ რა მოხდებოდა, კარგი იქნებოდა თუ არა, რომ თბილისის ნაცვლად აერჩიათ მაგალითად ქუთაისი და იქ ეცხოვრათ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ არაერთი მცდელობა, არა მხოლოდ უნივერსიტეტების გადატანის ქუთაისში, არამედ ნახეთ ასევე მცდელობა პარლამენტის გადატანის ქუთაისში და ნახეთ როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი, ხო? ასე რომ აი ესეთი ხელოვნური გადატანა ყოველთვის კარგად არ სრულდება და ყოველთვის ამას მოსდევს ძალიან დიდი უსიამოვნებები, არა მტკივნეული პროცესები და ერთადერთი ალბათ რითიც შეიძლება მშობელმა თავი დაიმშვიდოს, თუ კი მისი შვილი ვერ მოეწყო იქ, სადაც მას სურვილი ჰქონდა, რომ ქუთაისში შესაძლებელია უფრო იაფი დაუჭდეს თავისი შვილის შენახვა. სხვა მე აქ დადებით ვერაფერს ვერ ვხედავ და ამავდროულად, როდესაც ვლაპარაკობ, რომ ქუთაისში 4-ჯერ უნდა გაიზარდოს სტუდენტების რაოდენობა, ეს ნიშნავს, რომ ლექტორების უმრავლესობამაც უნდა ჩაალაგოს თავისი კარგი და გადავიდეს ქუთაისში საცხოვრებლად, ხო? სხვა შემთხვევაში საიდან მოვიყვანთ ამდენ პროფესორს, ამდენ ლექტორს იმისათვის, რომ ქუთაისის უნივერსიტეტში ასწავლოს. ანუ ჩვენ არა გვაქვს ამაზე პასუხი, იმიტომ რომ
თვითონ კონცეფციაში თავიდანვე ეწერა, რომ ეს კვლევები საფუძველზე არ მომზადებულა, ეს იყო უბრალოდ რაღაც ანალიზის საფუძველზე შედგენილი დოკუმენტი. და როგორც ჩანს, ანალიზის უნარი არასაკმარისი აღმოაჩნდათ ამ კონცეფციის ავტორებს. დიდი მადლობა. ხო, აი კიდევ სულ იქამდე მივდივართ, რომ ეს იდეებთან ერთად იმიტომ რომ თვითონ იდეების დონეზეც რასაკვირველია ძალიან ბევრი მიუღებელი რამე არის, როგორც არის მაგალითად ავტონომიის პირდაპირ შელახვა და სავარაუდოდ ხელმისაწვდომების შემცირება სტუდენტებისთვის, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ აი არანაირ გათვლას კვლევას არ ეფუძნება, აი თუნდაც მართლა როგორც ახსენე, ის რომ რაღაცა მინიმალური სტუდენტების გამოკითხვა მაინც შეფასება, თუნდაც ქუთაისის ინფრასტრუქტურის შეფასება. აი გამახსენდა როცა შეხვედრა გქონდა ილიას უნივერსიტეტში, იქ წამოიჭრა ესეთი საკითხი, მაგალითად, არ ვიცი, იქნება თუ არა, არის თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის სათანადო პირობები ინფრასტრუქტურულადაც და სხვა მხრივადაც, ვთქვათ, ისეთი პირობები, რაც თბილისში არის, იქნება თუ არა, მაგალითად, შესაძლებელი არის თუ არა ქუთაისში იმ მასშტაბით იყოს და ძალიან ბევრი წვრილმანი საკითხია და ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, როგორც ვიცით, ახლა წელს. ანუ ისევ ხა არის უკვე დეკემბრის ბოლო და თებერვალში უნდა უკვე სულელებები უნდა იყოს განხორციელებული, რომელზეც ჯერჯერობით ჯერ კიდევ არაფერი არ ვიცით და ძალიან კარგი იქნებოდა რეგიონის უნივერსიტეტებიდან რომ ყავდეს წარმომადგენლები. გასაკვირველია ისინი რეგიონებში არიან და ამიტომ ვერ არიან აქ წარმოდგენილი, მაგრამ თუ კი ვინმეს გსურთ ამ საკითხზე, კონკრეტულად აი თბილისიდან უნივერსიტეტების გატანაზე, რეგიონების განვითარებაზე, რეგიონული უნივერსიტეტების ბედზე, ერთი ის დამავიწყდა კიდევ ისიც მინდოდა ამასთან დაკავშირებით ერთი საკითხი, რაზეც ასევე ერთ-ერთი ის რაზეც არ არის ნაფიქრი, ესე ითქვა, რომ ის სტუდენტები, ვინც ახლა ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს, დაამთავრებს იქ და ისე, როგორც ჩააბარა, ხო? ანუ თბილისში ჩააბარა, თბილისში ისწავლის, მაგრამ თუ კი მაგალითად ეს შენობები ხო, თუ კი მაგალითად ლექტორს მოუწიათ ქუთაისში გადასვლა, იმიტომ რომ ქუთაისში 4 ჯერ უნდა გაიზარდოს და აქ უნდა განახევრდეს მინიმუმ, მაშინ აქ ისე ვერ ჯერეთი, ისე ვერ ისწავლის, როგორც ჩააბარა, იმიტომ რომ სხვა არ ვიცი, სხვა ვინ ასწავლის, ან საწავლენ სექტორი და მეორე საწავლენ ფიზიკურად, თქვათ მაგალითად თუ ინფრასტრუქტურა გასხვის და უნდა აშენდეს თბილისსა და რუსთავის შორის რაღაც კამპუსი, მაგრამ ეს კამპუსი რა რაოდენობაზე აშენდება? ანუ მიზანი რაც არის 66,000, ანუ თბილისში უნდა იყოს 66,000 ამ რაოდენობაზე თუ აშენდება, თუ ეხლა ვინც არის ამ რაოდენობაზე, თუ არა და ეხლა ვინც არის ის სტატისტიკა, ანუ ესეთი საკითხები არის ისევ, არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა აქვს ნაფიქრი და გაცვლილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად საჯაროდ ეს ინფორმაცია არ სადარდა, ხო? ჩემთვის ალბათ აი ამ ყველაფერში სამგვერდნახევრის რამდენჯერმე წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა ასეთი აზრი, რომ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. ალბათ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ წერია შინაარსთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი და მათ შორის არის, რომ სახელმძღვანელოებს უნივერსიტეტისათვის დაწერენ ცენტრალიზებულად. შესაბამისად, მათთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პროფესორი, რომელი დარგის სპეციალისტი, კვლევარი გადაყვება ქუთაისში ამას, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სწავლების გამოცდილება აქვს, მოკიდებს სახელმძღვანელოს ხელს და აწავლის. მაგრამ აი ამით როგორ შევძლებთ და ავამაღლებთ ჩვენ სწავლების ხარეს და როგორ ჩამოვაყალიბებთ უკეთეს პროფესიონალებს, რომლებიც ქვეყნის განვითარების შემდეგ მიიღებენ მონაწილეობას, მე ამაზე პასუხი არ აქვს. ერთი კითხვა კიდევ მანანა, ეხლა როგორც ვიცით, რეგიონულ უნივერსიტეტთან იყო შეხვედრები და თუ რაღაცა ისე ვიცი ნაწყვეტად მოგვივიდა ყველას ინფორმაცია, მაგრამ იქნებ ამაზეც ვისაუბროთ. ამ შეხვედრებზე ესე წესით რო წარმოიდგინო ეხლა ასეთი ტიპის რეფორმა, ჯერ ერთი რაღაცა რა თქმა უნდა მრავალ წელზე უნდა იყოს გაწერილი, მაგრამ თუ კი თქვა ფიქრობ, რომ
რეგიონში რაღაცა პროფილური უნივერსიტეტია საჭირო, მაშინ ეს მიდგომა იქნებოდა, რომ მიხვიდე იმ რეგიონში და რა ვიცი, იმ რეგიონის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად და არა მხოლოდ იმ რეგიონში, არ ვიცი, გამოიკვლეო რა არის წამყვანი ეკონომიკური დარგი, რა სჭირდებათ, რა აინტერესებს, ხო? აი ასეთი ტიპის განხილვები თუ იყო ამ რეგიონებში და თუ არა და რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრებზე, რაც ვიცით იქიდან გამომდინარე. ხო, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებზე დახურუპალსპიგმა ჩატარებული შეხვედრები იყო, თუმცა საზოგადოების ინტერესი ალბათ დიდი იყო, თუ რაზე საუბრობდნენ უნივერსიტეტის და სამინისტროს წარმომადგენლები, მაგრამ თვითონ რა თქმა უნდა უნივერსიტეტის კოლეგებს რეგიონებში ძალიან კარგად ვიცნობ და თითეული ჩვენთაგანი მათ ეკონტაქტა. პრობლემა რაშიც არის, მათ არ გამოუტანიათ არც ერთი პასუხი კითხვაზე. როგორც შევიდნენ კითხვებით, ისევე კითხვებით გამოვიდნენ. და შესაბამისად აი ეს გაურკვევლობა, ეს შფოთვა, რომელიც ამ რეფორმას ახლავს, არ ვიცი რამდენად ღირს იმას, რამიზანსაც ეს ემსახურება, მით უმეტეს არაერთ გზის აღვნიშნეთ, რომ ეს ყველაფერი ხარისხს ვერანაირად ვერ გააუმჯობესებს. შესაბამისად, რეგიონის წარმომადგენლებს უნივერსიტეტისას არ აქვთ აბსოლუტურად არაფერზე პასუხი, მათ არ იციან რომელი ფაკულტეტები დარჩება. და მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდობენ, ერთმანეთს ელაპარაკებიან ამ თემაზე და ღიად ვერ საუბრობენ, იმიტომ რომ მათ აქვს შიში, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება და შემდეგ ვიღაცა მათ დასჯის. ანუ არ დაგვავიწყდეს პოლიტიკური მდგენელი ამ ყველაფრისა და ვიცით, რომ აი ეს ცენტრალიზებულად გადაწყვეტილება ის რომ ვთქვათ, ისინი ექვემდებარებიან და მთლიანად მიბმული არიან ფინანსურად სამინისტროს, სწორედ რომ მათ უშლის ხელს თავისუფლად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები. თავისთავად ის ფაქტი, რომ მათ კითხვები აქვს, მაგრამ კითხვები კი არა, თვითონ ეს რეგიონის უნივერსიტეტის წარმომადგენლები უნდა იყვნენ წამყვანი იმის განსაზღვრაში, რა დაემართება მათ უნივერსიტეტს, ხო? ის კი არა, რომ თქვათ, კითხვა დასვას და ვიღაცამ უსწრას პასუხი, რომ აი შენ დაგრჩება ეს, შენ ამას წაგართვებ და თვითონ მათ მონაწილეობაზე ამ გადაწყვეტილების პროცესის მიღების პროცესში საერთოდ ლაპარაკიც კი არ არის. აი ეგ არის კონსტიტუციის ყველაზე დიდი პრობლემა. თუ ვინმეს მოსაზრების გამოთქმა სურს ამ თემასთან დაკავშირებით, ან რამე შეკითხვა გაქვთ? კითხვა. რატო აბარებს ხალხის გარდა განათლების ხარისხის რას ლაპარაკებთ და სამუშაოზე. კიდე რა შეიძლება განაპირობოს? ხო, არაერთი რამ არის, რის გამოც თბილისში მოდიან ახალგაზრდები. პირველი ეს არის ალბათ ის, რაც თქვით, რომ უნივერსიტეტები, მათი რეპუტაცია და შესაბამისად იციან უნივერსიტეტები, რომელშიც უნდათ ჩაბარება. მეორე არის ალბათ ურბანული ქალაქის ცხოვრების წესი, რომლის ხედაც მოდიან და შესაბამისად ბევრი სტუდენტი ვიცი, მაგალითად, რომლებიც ჩამოვიდა თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უნივერსიტეტი ადგილზე უფრო ახლოს ჰქონდა, სწორედ იმიტომ, რომ დაეწყოთ დამოუკიდებლად ცხოვრება, სწორედ იმიტომ, რომ აი ეს რაღაც სხვა ტიპის ცხოვრების ტემპში ჩაფულიყვნენ და აქ უფრო მეტი შესაძლებლობა, უფრო მეტი კავშირები არის სოციალური, რაც მგონია, რომ სტუდენტებისათვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ უფრო მეტი ფაქტორი არის, ხა მეც რო ვაკეთებდი არჩევანს, რა თქმა უნდა, გავაკეთებდი, მაგრამ ეს არის აი ეს განსხვავებული რიტმი, რომელიც აქვს და რომელიც იზიდავს სტუდენტებს. ასე რომ ნებისმიერ ადგილას, სადაც კი უნივერსიტეტი დაარსდება, არ ნიშნავს, რომ ის ადგილი მიიზიდავს იგივენაირად ახალგაზრდებს, როგორც ეს კულტურული ცხოვრება თბილისში, ხო, არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ თბილისი გამოირჩევა თავის კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებით. ინდა თეატრები, მუზეუმები, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს იზიდავს, ხო? და ვიცით, რომ სტუდენტები არიან ყველაზე ხშირი სტუმრები ასეთი დაწესებულებების. აქედან გამომდინარე, ხო, რა თქმა უნდა, თბილისში არის ბევრი რამ, რაც იზიდავს ახალგაზრდებს და შესაბამისად აი ეს ახალგაზრდული ცხოვრების წესი მათთვის მნიშვნელოვანი არის. ვერ გადაიმარჯვე ნამბო. რა თქმა უნდა, შეიძლება მუზეუმები სხვათა შორის კარგად გაიყიდება ის შენობები. კარგი იდეა მიაწოდეს, ივან.
კარგი რაცა. არა, რასაკეთებ შეიძლება ეხლა განავითარო, მაგრამ ესე თებერვლამდე ვერა. მოკლედ რა თქმა უნდა ყველაფრის განვითარებაა შესაძლებელი, მაგრამ რას ვერჩით უკვე განვითარებულს და რატო ვასუსტებ და რატო ვაკრინებ ამ ფუნქციურად ამ ყველაფერს მე ეს არ მესმის. ასე მგონია რომ აი ამით კიდე ერთი რაღაცა ესე სოციალური სტრატიფიკაციის კიდევ ერთი ის გაჩნდება რაღაცა დამატებითი რა ქვია ფენა რომ აი თბილისში ვინც მოახერხებს ჩაბარებას ეგ უფრო ის იქნება რაღაცა ხო და სავარაუდოდ ისე იქნება რომ აქ თუ კვოტები შემცირდება თუ კი არა ის თბილისში ეს ნამდვილებით ვიცით რომ თბილისში საჯაროებში კვოტები შემცირდება ეს 100% გარანტირებულია ხო შეიძლება ჯამში რომც არ შემცირდეს მგონი რომ ეგეც შემცირდება მაგრამ თბილისში ყველა ვარიანტში და ან რა თქმა უნდა კონკურსი თბილისში გაიზრდება ხო საჯარო უნივერსიტეტებში თბილისში კონკურსი ძალიან გაიზრდება კონკურსი რო გაიზრდება კონკურსში ვიცით რომ სავარაუდოდ უფრო არ ვიცი ვინც უფრო კარგად მოემზადება უფრო ძვირიან რეპეტიტორთან მოემზადება კერძო სკოლაში ვინც დადის აი ისინი მოახერხებენ აქ საჯარო უნივერსიტეტებში ჩაბარებას და განარჩენებს თუ საჯაროში უნდათ მოუწევთ ქუთაისში და ანუ ესეც რაღაცნაირად ეს სოციალური უთანასწორობის მომენტი და სოციალური დაყოფა იქნება რომ თბილისში პრესტიჟული ისეთი ოჯახებიდან შეძლებული შეიძლება პრესტიჟული თუ როგორიც არის და ქუთაისში ვინც აქ ვერ მოახერხებს იმათ მოუწევთ ქუთაისში ესე ჩანს რომ ესეთი ეს დამატებითი სოციალური განზომილებას ემატება ამ ყველაფრის ალბათ ერთსაც დავამატებ შეიძლება არ გვითქვამს ამაზე მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ ამ ყველა პროგრამას საუნივერსიტეტო პროგრამას გავლილი აქვს აკრედიტაცია 7 წლიანი და ეს ავტორიზაცია და აკრედიტაციის პროცესი თავისთავად გულისხმობს იმას რომ რაოდენობებიც კი პროფესურა ინფრასტრუქტურასთან შესაბამისობაში არის დათვლილი ამ პროგრამების თუ რამდენი შეიძლება აიყვანოს და მე მგონია რომ პრობლემა იქნება ეს ხელაღებით ვერ გაიზრდება რაოდენობა ასე რომ რაც არ უნდა ვთქვათ რომ არსებითად ვზრდით სახელმწიფო უნივერსიტეტებში კონტინგენტს ეს რა თქმა უნდა ჩვენში ნამდვილად ეჭვსბადებს თუ კი რა თქმა უნდა ისეთი გამონაკლისი კანონები არ მიიღეს როგორიც არის მაგალითად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის მიღებული სპეციფიკური კანონი რომელმაც პირდაპირ ააცილა ქუთაისის უნივერსიტეტს აკრედიტაციის პროცესი ხო თუ კი ასე არაპირებენ აკრედიტაციის გარეშე მინიჭებას სტატუსისას შესაბამისად რა თქმა უნდა ვიცით რომ რაოდენობები დათვლილია და ეს ხელაღებით ვეღარ გაიზრდება კიდევ ვინმე სხვა რა აქვს ამ თემასთან დაკავშირებით მოსაზრება ეტო პასუხი პასუხები არა გვაქვს ბევრ რამეზე მაგრამ ასე მგონია რომ აი რეფორმა ესე ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შეარჩია. უიმე ის უკეთესად ჩვენს ნამდვილად რაოდენობები ჩანს რომ არ არის დათვლილი აი ხო ანუ იმაზეც ვისაუბრეთ რომ კრიტერიუმების არის ძალიან ბუნდოვანი აი მაგალითად ხო აი ვთქვათ რეგიონებში როცა წერია რომ პროფილური უნდა იყოს და მაგრამ რა კრიტერიუმით შეირჩევა რომელ რეგიონში რომელი ფაკულტეტი იყოს პრიორიტეტული ესენი არ არის არსად გამოცხადებული ან სადური რამდენი აბარებს ესეთი გაცვლები არ არის ან რა შეიძლება მოხდეს ხო ვთქვათ საშუალოვადიან პერსპექტივაში ერთი რაღაცა კითხავს, აი რაღაცა მაის მეც მაინტერესებს ძალიან ნუ პატარა ის მოსაზრებას გამოთქვა რომ აი სადგა და აი მაგალითად ლინგვისტიკის და ეს ფილოლოგების ასწავლე აი მაგალითად აი რომელიღაც აი ენების კურსები რომელიც აი მეხუთე კურსში არის და აი სად უნდა წავიდნენ ეგ მაინტერესებს მეც აი რო გაყიდიან ეხლა მე სად წამოვლენ ან საერთოდ რა ეგ საერთოდ აი
კითხვებს ვადებს. ახლა მე შიდა კონკურსის რო გავიდეს. ხარ ვიცი ჯერ კიდევ ვის ვის გადასცემება და არის საუბარი რომ შეიძლება სეულს გადასცენ სეულსაც აქვს სამშენებლო კომპანია მაგას უნდა გადასცენ სადაც ბევრი რაღაცა ეს სტუდენტური საცხოვრებლები და ეს აშენდება და ბევრი კითხვა მებადება მაგასთან დაკავშირებით რომ მაგათ გავხატავ რომ ეს განათლების რეფორმა რავი ჩემი აზრით უფრო რა ვიცი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით აქვს დაწერილი რაღაცა აი სტუდენტის რომ აი გაუჭირდეს რაღაცა ეს პრეზენტაციის ან რეფერატის დაწერა და აი ხელოვნური ინტელექტით რომ მოსთხოვოს რომ ეს რეფერატი დამიწერე ანუ ეგრეა ეგეთი ეს არის რა ქვია რაღაც განათლების რეფორმასთან გვაქვს საგანო მადლობა კი თუმცა ხელოვნური ინტელექტი რა ვიცი მე რამდენჯერაც მithოვია ხელოვნური ინტელექტის რამის დაწერა ყოველთვის ცდილობა არის ყოველთვის რომ რაღაცა დასაბუთება გააკეთოს ხო რომ აი ამაზე დაყრდნობით შეიძლება არასწორი წყარო მოიყვანოს მაგრამ ცდილობა არის და აქ რა ვიცი ცდილობას არ გვინახავს ყოველ შემთხვევაში ეხლა კარებს მიღმა დახურულ კარებს მიღმა მართლა რა ანალიზი კეთდება არ ვიცით მაგრამ აი ამ კითხვებზე პასუხი ნამდვილად არ არის არც ბევრ სხვაზე მაგრამ აი კონკრეტულად რეგიონების უნივერსიტეტებზე და ის როგორ მოხდება თბილისიდან ამ სტუდენტების გადაყვანა ან რა ვადაში როგორი განრიგით აი დარჩენილ სტუდენტებს ვინა სწავლის სად ისწავლიან აი ეს არის ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა კიდევ ვინმე ხომ არ აქვს სურვილი ავანტირფიზი ქუთაისს ატო არ აქვს აკრედიტაცია შენი ინფრასტრუქტურა ყველაფერი ხუთიანზეა უნდა რა აკრედიტაციის მიცემი აკრედიტაცია სჭირდება საკმაოდ დიდი რესურსები აქ არ მხოლოდ ფინანსურ რესურსებზე ლაპარაკი არამედ ადამიანურ რესურსებზე დროით რესურსებზე და შესაბამისად ჩათვალეს რომ ყველაფერს არიდებენ და უფრო რაღაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებენ უნივერსიტეტს რადგან მისი დამფუძნებელი იყო პატივებიცი და ივანიშვილი აქედან გამომდინარე მიანიჭეს ასეთი განსაკუთრებული პირობების უნივერსიტეტებთან შედარებით ეს რესურსები არ აქვს დაზოგეს მაგრამ აღიარებასთან დაკავშირებით არა აღიარებასთან დაკავშირებით აუცილებლად შეექმნებათ პრობლემები და შესაბამისად დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ ადგილობრივი კანონმდებლობით დარეგულირებულ რაღაცა პრობლემას მაგრამ საბოლოო ჯამში სტუდენტები როდესაც გავლენ რა თქმა უნდა მათაც ეს დეტალებში არ ვიცი მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ მიდიან სტუდენტები შეიძლება ეგეც იყოს რომ აღიარებასთან დაკავშირებით ექნებათ პრობლემები იმიტომ რომ მართლა ძალიან ცოტა სტუდენტი ყავთ ეს რეგიონალური უნივერსიტეტები ერთგვაროვანი არა იმათ კიდე თავისი სპეციფიკები აქვს რამაც ახალციხეს କିଛି თავისი ელავიც ორი და ამ სპეციფიკებში შეიძლება გადაიქცეს საერთოდ საქართველოს დიპლომა რა უნდა იყოს იმის დასწრად რაც არის სახელმწიფო მიდგომაზე როდესაც ვლაპარაკობთ აქ მნიშვნელოვანია რომ ილაპარაკოს ბევრი ვილაპარაკოთ ბევრი და ადამიანება ერთმანეთთან რეგიონულ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ თქვათ იმის საშუალება რომ არამხოლოდ იფიქრონ თავის განვითარების შესაძლებლობებზე იგივე პარტნიორობა დაამყარონ მსგავსი ტიპის რეგიონებთან უცხოეთში და შესაბამისად ნახონ თუ რა ტიპის გამოცდილება არის მსგავს რეგიონებში სხვა ქვეყნებში ხო ამისათვის მნიშვნელოვანია რომ მათ ესმოდეთ ზოგადად ხედვა უნდა იყოს რაღაც თანმიმდევრული იცოდნენ საითმიდის სახელმწიფო რომ თავიანთი რეგიონის ნიშა ძალიან კარგად დაინახონ და განვითარების პერსპექტივები შესთავაზონ და ამავდროულად რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დამოკიდებულია თუ როგორი ადამიანური რესურსი არის ადგილზე და ჩვენ თუ დღევანდელ დღეს აი ამ ადამიანურ რესურსებსაც გამოვაცილთ ამ უნივერსიტეტებს ფაქტობრივად გამოვშიგნავთ
ნიშნავს იმას, რომ ისინი უკვე ვერასდროს ვეღარ განვითარდებიან აი ესე მრავალფეროვნად, როგორც დღევანდელთა შესაძლებლობა იყო. რა თქმა უნდა, ამისათვის საჭირო არის ადგილობრივი სპეციფიკის ცოდნა და წარმოუდგენელია, რომ ვიღაცა ცენტრიდან შეძლოს ბევრად უკეთ დაგეგმოს რეგიონის სპეციფიკაცია. ამ ადამიანების არაფერში ჩაგდება, გამოიწვია სწორედ ის, რომ აი ამ კონცეფციაში არ ჩანს არის მის რეგიონის ხმა, ისევე როგორც სხვა დანარჩენით არის მის. ერთი საკითხი არის აი საერთოდ რა ეშვალა პროექტს ამ სიტუაციაში და სადოქტორო საფუძველზე რას უნდა მოიგო. ეს ხო აი კვლევაზე ყველაზე იმ სამგვერდ ნახევარშიც კი ძალიან ერთგან წერია, რომ კვლევა დასწავლება უნდა იყოს. კვლევა დასწავლება უნდა იყოს დაკავშირებული და მე მოსდევს უცებ, რომ სახელმძღვანელოები უნდა დაიწეროს. რაღაცნაირად თითქოს სახელმძღვანელოების წერა იყოს კვლევა. რაღაცა ცენტრალიზები რა თუ იწერება, ცენტრალიზება რამდენი კვლევური არის ის ხალხს არტემისი სახელმწიფო ვინდა საბჭოთა კავშირის დროს და ვინც და ზოგადად კვლევაზე რა ვიცი. ხალხს გამტარი სახელმწიფო არჩევანი სწორად. ეს კვლევას რანაირად არა. კვლევა შეიძლება დაფინანსება. როგორც საერთოდ არ არის საუბარი ამ არა, ხო. კვლევის დაფინანსება, ეხლა რა ვიცი, ბიუჯეტი რაც არის დამტკიცებული, იქ არანაირად არ არის გაზრდილი, არც კვლევის დაფინანსება, არც უმაღლესი განათლების დაფინანსება და ხო, მაგაზე არ არის არსად ლაპარაკი. და უნივერსიტეტის ფუნქცია იქ არის საბოლოო ჯამში კვლევარი ფაქულტეტის აწარმოება. არ გამოდის სრულიად არ გავსწრებს. მშვენიერი შეჯამება ლიკა სრულიად კარგავს უნივერსიტეტი თავის ფუნქციას. ხო, ვერც კვლევაზე იძრუნებს და ვერც სწავლებაზე. შეჯამება რაც ორიენტირებული არის ეს ლექტორი, ხუთაის და მაქსიმალ პრაქტიკული ახალგაზრდების ეს გასაგებია. ორჩა მედი მიზანი ამ რეფორმას არა. ასეთ შტატებში სწავლების ხარისხი შველის კვლევას საერთოდ საქსიპექსის და საერთოდ არ დავჭირთ. ეგეც ადვილი, იმიტომ რომ ამაზეც გვისაუბრია, რომ რეალურად მიზანი რა აქვს ამ რეფორმას, ეგ არ არის, არიწყება იმით, რომ აი მიზანი არის ეს და ამას რომ მივახციოთ, ამას ვაკეთებთ, ესე არ არის, ხო? რაღაცა მაგრამ კი შეიძლება ეს მიზანი იქნებოდეს, რომ აი თითქოს უნივერსიტეტში რაღაცა ვერაფრით ვერ მოვიზიდეთ სტუდენტები და ამიტომ ეხლა შეიძლება იქ რაღაცა იძულების წესით წავიდნენ და აქ თბილისში ინფრასტრუქტურის გასხვიცება იქნება თუ პრივატიზება თუ განვითარება ცენტრალური უბნების, აი ეგ ძალიან ისეთი ხელშესახები შედეგი შეიძლება იყოს. ეს ორი. მაგრამ არ სტუდენტებისთვის და არა ლექტორებისთვის. და არა მკვლევრებისთვის საერთოდ. დეველოპერებს. თუ წაიყვანეთ თუთაში მაშინა ძალიან თუ ვერ წაიყვანე, საერთოდ მაშინ არ წავლე. მაშინ რაღაცა სხვა უნდა გააკეთო. აი ეგეც სხვა საინტერესოა. სწორედ თუ თბილისში არ იქნება ისინი. ანუ ორი ვარიანტია, თბილისში თუ საჯაროში ძალიან ცოტა ადგილია. ქუთაისში არ მოუნდა წასვლა, თქვათ. და ანუ კერძოში შეუძლია წავიდნენ, თუ კერძოებს მისცეს, თუ აი კერძოებში არ ვიცი, კერძოებში თუ იქნება საშუალება, რომ დაამატონ მიღება. კერძოებში არ იხსება, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, კერძოებში შეავსონ, ანუ ვთქვათ, ვისაც ქუთაისში ანუ ხოლმე თუ ეკონომიკა ყავის და კერძოებში შეუძლია ყველას წასვლა. არ ვიცი, ახლა ხო ან რაღაცა ხო იხდიდნენ აქ საჯაროში და თქვა კერძოში წავა. ან ვინც არ წავა
სამუშაო ბაზარი ელოდება როგორც მითხრეს ხო 30,000 სწავლების გამოვა რომ საფასიკო უნივერსიტეტის გასწავლებას საჯარო სექტორის გასწავლებას რეგიონი განვითარების შესაძლებლობები რეგიონებში ძლიერ ხო პედაგოგიკას აგრარული მიმართულება სხვა მიმართულებები მაგრამ ბიუროკრატიის ადგილობრივ კადრებს ორგაზდიან ვერა. თბილისში ან ქუთაისში მოgaizარდოს და ძალიან კერძოებში ასეთი თუ ვისაც პრესტიჟი მნიშვნელოვანია ქალაქში ცხოვრება ნორმალურ ქალაქში ცხოვრება დამოკიდებული პარტნიორები და ასე შემდეგ. ეს პარტნიორები საერთოდ ინვესტიციები გასწავლდა პროცესს პოტენციალი სიკეთეს არის. სიკეთე ყავს. შეუძლია რა 100,000 მოსახლე ყავს ეს რა 30,000 ის ძალკე საკუთია მაგის ინფრასტრუქტურა თეორიულად ასე და ეს განსაკუთრება მაგრამ ამსახვდება იქ ას გაერთო ასე შეიძლება უნივერსიტეტებში უნდა დაფოს აბსოლუტურად გარდა ისე რაღაც კი მოსახლეობის შატმა ძალიან რაღაცას საერთოდ და ყველაზე ის არის, აი ყველაზე კიდეც გაუჯერებელი, რა ვიცი, აი ეს რო იყოს მართლა რაღაცა 10 წლიანი გეგმას რო იცი, აი დაუჯერებელია, რომ აი ეხა აი მომავალი 2026 წლის მიღებისას უკვე უნდა იყოს ეს ყველაფერი გაკეთებული, რა ვიცი. მართლა ფიზიკურად დაუჯერებელი არის. შარშა თუ ჩააბარა 33,000 ადამიანმა იმისთვის რომ ეს გეგმა აფორციელდეს 10,000 რომელიც ავიდეს ქუთაისში. წარმოიდგინე რა ხელშეულებაზე. ხო, აი წარმოუდგენელია. თუ იქნება ხაო. არცავა 10,000 ქუთაისში. არც იმას არ ნიშნავს რომ ესენი ყველანი 10,000 არსად არც. აი მაგალითად შეიძლება წავიდეს უფრო ნაკლებ ხარისხიან უნივერსიტეტში, კერძოში, რომელშიც აქამდე არავინ არ აბარებდა, ეხლა იძულებულია ჩააბაროს, რომ ადგილები მარტო იქნება. აი ხა მაგალითად სეუმ რო შეიძლება რაღაც უნივერსიტეტი არის შარშან ეროვნული ფონდი მეგობრ 14 ადამიანს. ეს ჩააბაროს 1000. აი კერდი უნივერსიტეტი ხო. ნუ ეგ ერთი ვარიანტი, მაგრამ ესენი ყველაფერი ხონდა იყოს რაღაცა სცენარები გაჭრილი, რომ ან შეიძლება ასე მოხდეს, შეიძლება ისე მოხდეს, რაღაცა. ან არ გვინახავს მოდელირება ამას სცენარი შეიძლება ეგეც იყოს, რომ ან გიზინასთან ან ჩვენთან გეზე. ეს ის შეიძლება. ხო, თელი ისა, რეალურად ჩვენ ხო ნაცლება. აი უცხოელები ყველავანში კერძოში მიდიან. ეგენი გადაიყვანოს და დაჩენოს ასეულს მიწავა. ხო, რეალურად ჩვენ ხო ხედავთ რომ ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი არის რომ დაქვემდებარებაში ყავდეთ სახელმწიფო ხო, რა თქმა უნდა, დაქვემდებარებაში ყავდეთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლები და შესაბამისად ლექტორები. მადლობა კითხვისთვის პირველ რიგში სიკო. და მეორე ეს არის რომ კერძო სექტორი ყავდეთ ყოფილი, იმიტომ რომ ნებისმიერ ავტოკრატიულ რეჟიმს სჭირდება კერძო სექტორის მხარდაჭერა, სხვა შემთხვევაში ძალიან ძვირი ჭდება ამ ავტოკრატიული რეჟიმების შენახვა და აქედან გამომდინარე ის ბიზნესი კერძო უნივერსიტეტების სახით და შენებლების სახით, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ კმაყოფილები იქნებიან, იმიტომ რომ მათ არ შეუმცირდებათ რაოდენობა, სულ მცირე და შეიძლება გაეზარდოთ კიდევაც სტუდენტების რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო მაღალი იქნება და სახელმწიფო ბიუჯეტი არანაირად არ იღებს დაფინანსებაში რიცხვის და მონაწილეობას და მეორე რა თქმა უნდა კერძო სექტორი კმაყოფილი არის, იმიტომ რომ უკვე ამ უბნებში აღარ იყო სივრცეები დარჩენილი და შესაბამისად რა თქმა უნდა ბიზნესი იქნება ბედნიერი. ეს რა თქმა უნდა არანაირად არ უნდა იყოს მომხიბვლელი თვითონ სტუდენტებისათვის, მათი ოჯახებისათვის, იმიტომ რომ თუ კი აქამდე არ ივსებოდა, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, რა თქმა უნდა, ხო? და ეხლა ეს იქნება იძულებით მათი თავშესაფარი ერთგვარად, იმიტომ რომ ისწავლონ და შეიძლება გადაავადონ პრობლემები, ცოტა უფრო ჩამოყალიბდნენ იმისათვის, რომ შრომის ბაზარზე გავიდნენ და ასე შემდეგ. მოკლედ, დადებითი ჩვენ ამ შემთხვევაში დადებით ვერ ვხედავთ. კიდევ ერთი რაც ის იყო მნიშვნელოვანი ასევე და არავინ არ ლაპარაკობს, სტატუს შეჩერებული სტუდენტია ძალიან ბევრი და იმათ თეორიულადაც კი ეკარგება ჩანსი, რომ აღიდგინონ სტატუსი, იმიტომ რომ სტატუსი 5 წლით შეუძლიათ სტატუსის შეჩერება.
ანუ ისინი აღარ დახვდება ის ფაკულტეტით ან თუნდაც ან თბილისშიც და რეგიონებში ვით უმეტეს ეხლა მაგალითად ზუგდიდში თუ იურიდიულზე სწავლობდი და სტატუსი შეჩერებული გაქვს მომავალ წელს გადაბრუნდები ხო მაგრამ რამდენი აი კიდევ ხომ არ აქვს ვინმეს თუ არა და შეგვიძლია დავასრულოთ განცხადება მეგობრებო, განცხადება მინდა გავაკეთო პარასკევთან დაკავშირებით. პარასკევს 2 საათზე განათლების სამინისტროს წინ ვაკეთებთ მშობელთა კრებას. საჯარო მშობელთა კრება იქნება. პარასკევს სრულდება პირველი სემესტრი სკოლებისთვის და გვინდა რომ მშობლებმა ასევე გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით ამ განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით და მინდა რომ გთხოვოთ, მობრძანდეთ, მოგიწვიოთ. ეს იქნება შესაძლებლობა რომ ვესაუბროთ მშობლებს პირველ რიგში. ძალიან ბევრი მათგანი უბრალოდ გაურკვევლობაშია და პასუხები არც ერთ კითხვაზე არ აქვს, ამიტომ შესაძლებელია ეს იყოს სწორედ კარგი შესაძლებლობა რომ ვუპასუხოთ ასევე მათ შეკითხვებს და წუხილებს, თუმცა გარდამშობლებისა ასევე ვიწვევთ სტუდენტებსაც, მასწავლებლებს, ლექტორებს, პროფესორებს, რომ ზოგადად ეს სივრცე დავიკავოთ განათლების სამინისტროს წინ და მათ დაინახონ კიდევ ერთხელ რომ ადამიანები ჯერ ისევ ითხოვენ პასუხებს კითხვებზე, ითხოვენ უпростоრად ვითხოვენ მონაწილეობას ამ პროცესში, იმიტომ რომ როგორც ეს განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა მიმდინარეობს, ეს არ არის მონაწილეობა და ჩვენ გვინდა რომ ამ პარასკევს ამ საშუალებით აი მინი ასე ვთქვათ შეკრებით, მშობელთა შეკრებით ჩვენი ხმაც მივაწდინოთ განათლების სამინისტროს, ასე რომ მობრძანდით ძალიან გაგვეხმარდება. ესე იგი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 26 დეკემბერს 2-დან 5 საათამდე განათლების სამინისტროს წინ ვიქნებით, მაგრამ თუ კიდევ მეტი დეტალები გაინტერესებთ, პროგრამაც გვექნება, პროგრამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის Facebook გვერდზე. დიდი მადლობა და გელოდებით. დიდი მადლობა ყველას, მადლობა დიდი მანანას და შემდეგ სამშაბათ ისევ გელოდებით. Akcji.